პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 51%-ს მიაღწია და 14 მილიონზე მეტმა მოქალაქემ 13 კანდიდატიდან სასურველს მისცა ხმა. დათვლილია ხმათა 94% და შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა როგორც ეგზიტ პოლებით ირკვევა, პირველ ტურში მმართველი პარტიის კანდიდატი ვარშავის ლიბერალი მერი რაფალ ჩასკოვსკი ხმათა 30,8% ლიდერობს. მეორე ადგილზე კი მისი კონკურენტი კონსერვატორი კაროლ ნავროცკი 29,1%-ით გადის. წინა საარჩევნო გამოკითხვები მემარჯვენე კანდიდატების უფრო დაბალ მხარდაჭერას აჩვენებდა, თუმცა საბოლოოდ მემარჯვენე კანდიდატებმა საყურადღებო მხარდაჭერა მოაგროვეს. ეგზიტ პოლების თანახმად, ულტრამემარჯვენე კანდიდატი სლავომირ მენცენი ხმათა 15,4%-ს მიიღებს, ხოლო გჟეგოშ ბრაუნი 7%-ს. სავარაუდოა, რომ ეს კანდიდატები მხარდაჭერას სწორედ კაროლ ნავროცკის გამოუცხადებენ. ნავროცკის არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება და აგრეთვე პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთანაა დაპირისპირებული. ის მიგრანტების მიღების დიდი მოწინააღმდეგიცაა. მე არ დავუშვებ, რომ პოლონელი ქალებისა და კაცების უსაფრთხოებას უკანონო მიგრანტები და ეკონომიკური პოლიტიკა ევროს ვალუტის შემოღებით დაემუქროს. მე არ დავთანხმდები ევროკავშირის ახალ ხელშეკრულებებზე ხელმოწერას და პოლონეთის სუვერენიტეტის დაკარგვას სოციალური პოლიტიკის სფეროში. მიუხედავად იდეოლოგიური სხვაობისა, ორივე კანდიდატი უკრაინის დიდი მხარდამჭერია და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პოლონეთის მხრიდან სამხედრო ფინანსური მხარდაჭერის გაწევას ემხრობა. სავარაუდოა, რომ 50%-იანი ბარიერის გადალახვას პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოახერხებს, ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1 ივნისსაა დაგეგმილი.